პოლიტიკური პარტიათა ფინანსურ საქმიანობას აუდიტის სამსახური გააკონტროლეს პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებაზე სპეციალური კომისია იმუშავებს. კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტება და პროცესს მონიტორინგს გაუწევს. გენერალური აუდიტორის ინიციატივას განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები მოყვა. პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობას მონიტორინგს აუდიტის სამსახურთან ერთად დროებითი კომისია გაუწევს. პარტიების დაფინანსების კანონიერების და გამჭვირვალობის მონიტორინგის პროცესს გენერალური აუდიტორის ინიციატივით 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია დააგვირდება. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ პირველივე ეტაპზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული ჩვენი სამსახურში მიმდინარე პროცესებში და უფრო დეტალურად გაეცნონ თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები, როგორი იგეგმება თქვათ ადმინისტრაციული წარმოება. გენერალური აუდიტორის შეთავაზება ამ დროისთვის მისაღებია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისთვის. ნაწილისგან კი პასუხს აუდიტის სამსახურში კვირის ბოლომდე დაელოდებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მონიტორინგის პროცესში ჩართვას იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ მათი საქმიანობა პროცესზე რეალურ გავლენას მოახდენს. ჩვენ ჩავერთვებით ამ საბჭოს მუშაობაში, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდანაც ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება იქნას მოწოდებული. მე ვფიქრობ, ჩვენი მოწვევაც ამ საქმიანობაში სწორედ ამ მეტი ლეგიტიმაციის, მეტი გამჭვირვალობის სურვილმა გამოიწვია. ჩვენ ჩავერთვებით მხოლოდ მაშინ, თუ მართლა რეალურად დავინახავთ ამის აუცილებლობას ჩვენი მხრიდან და თუ რეალურად დავინახავთ, რომ ჩვენი ჩართულობა არის არა ფასადური, არამედ რეალურად სამუშაო პროცესში აპირებს აუდიტის სამსახური ჩვენს ჩართვას. აუდიტის სამსახურის ინიციატივას იზიარებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ არჩევნებამდე 4 თვით ადრე პარტიების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის მონიტორინგი აუცილებელია. დროებითი კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ საპარლამენტო უმცირესობაში. საარჩევნო კამპანიაში ეს არ არის მთავარი თემა. მთავარი თემა არის, რომ ჯერ ჩვენ არ გვაქვს საარჩევნო კოდექსი მიღებული. მთავარი თემა არის, რომ თვითონ საარჩევნო თვითმმართველობის რეფორმა რა სიკეთე მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის არავინ არ იცის და ვერავინ ვერ განუმარტა. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების პროცესი, ისინი რა თანხებს მიიღებენ, როგორ დახარჯავენ, თავისთავად უნდა იყოს ტრანსპარენტული და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს და რაიმე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს ითხოვს არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი. ზოგიერთ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ ფინანსების მონიტორინგის უფლება აუდიტის სამსახურს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. არაფერი საქმე აუდიტის სამსახურს არ აქვს პოლიტიკურ პარტიებთან. ეს იყო შეგნებულად აუდიტის სამსახურისათვის სადამჟელო ფუნქციის მინიჭება, მაშინ, როდესაც კონსტიტუციით აუდიტის სამსახურმა უნდა შეამოწმოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. შემოწმებელი არ უნდა იყოს ჩასაფრებული ასეთ შემთხვევაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ პარტიები არ უნდა გადავარდნენ ბიუროკრატიაში. ანუ თუ ეს ახლა ყოველთვიურად და ყოველკვირეულად მოუწიათ ანგარიშის ჩაბარება, მაშინ ისინი პოლიტიკაზე ვერ ფიქრებენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით არასამთავრობოების მონიტორინგი პარტიებისადმი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებთან ერთად კერძო პირებისგან მიღებულ დაფინანსებაზეც განხორციელდება.